თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო. პროცესი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა დღეს რუსთავის მერის მოადგილესთან ნოდარ შეროზიასთან ერთად მოინახულა. დეტალები ნინო ბერიძის სიუჟეტში. პროექტი, რომლის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზის დაფარვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი, უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. ცემენტ-ბეტონის საფარის დაგების პროცესის დაწყებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი დაესწრო. პროექტის ფარგლებში ავტომაგისტრალზე გზაგამტარები, სატრანსპორტო კვანძები, მიწისქვეშა სატრანსპორტო და საფეხმავლო ხიდები მოეწყობა. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი 17 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა სრულად განიტვირთება. ეს არის ორივე ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი გზა. დაახლოებით 15 წუთი იქნება ის დრო, რომელითაც შეძლებენ ამ ქალაქის მოსახლეობა ერთმანეთთან დაკავშირებას. არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი. დღეს ბეტონის საფარის დაგება დავიწყეთ, რომელიც არის წინსრები დაწყებული, რაც ნიშნავს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხარისხიანად. დაახლოებით 6 კილომეტრია მონაკვეთი წლის ბოლომდე დავაგებთ და დავასრულებთ. შევძლებთ გახსნას და გადმორთვას, რომელიც განტვირთავს ამ პრობლემურ ადგილს, რომელიც დღეს უკვე საკმაოდ გაუვალია. თბილისი-რუსთავის შქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. იგი ერთის მხრივ წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სატრანზიტო დერეფანს, ხოლო მეორეს მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რუსთავის, ასევე თბილისის სამომავლო ურბანულ განვითარებას. სამშენებლო სამუშაოებზე კონტრაქტი გავაფორმეთ 2014 წლის მარტის თვეში და უკვე აქტიურ ფაზაში არის სამუშაოები. კონტრაქტორი კომპანია გახლავთ ჩინური კომპანია, თუმცა აქ დასაქმებულთა 70-80% გახლავთ ადგილობრივი მოსახლეობა. რეაბილიტაციის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც რუსთავის მერის მოადგილე ნოდარ შეროზიამ განმარტა, მაგისტრალის მშენებლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქის ბიზნეს განვითარების კუთხით. მონაკვეთი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო მიმოსვლებს, ტვირთბრუნვები უფრო სწრაფად განხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით აღნიშნული მონაკვეთიდან და რაც მთავარია, უფრო კომფორტული გახდება ავტოსაგზაო მიმოსვლა რუსთავს და დედაქალაქს შორის. ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულთა 80%-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელია. როგორც დასაქმებულები აცხადებენ, მათთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული პირობები სრულად დამაკმაყოფილებელია. როგორც სპეციალისტები დასაქმებულები ვართ, მადლობლები ვართ, ხელფასები დროულად არის, პირობები კარგია. რუსთავი თბილისის ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2015 წლის ბოლოსთვის იგეგმება. რეაბილიტაციის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ფინანსდება.